მოგესალმებით. დღევანდელი ჩვენი გაკვეთილის თემა არის თამარ მეფე. ანუ დავით აღმაშენებლის მემკვიდრეები, რომლებზეც ახლა დღეს ამ ვიდეო გაკვეთილში უნდა ვისაუბროთ. დავით აღმაშენებელი, როდესაც გარდაიცვალა, ანუ მისი მეფობის თარიღები არის 1189-1125 წელი, ანუ 1125 წელს გარდაიცვალა და სამეფო ტახტზე არის მისი მემკვიდრე დემეტრე პირველი 1125 წლიდან 1155 წლამდე. თუმცა 1155 წელს თავისი უფროსი ვაჟი მას დაუპირისპირდება და 6 თვით, ასე ვთქვათ, სამეფო ტახტზე ის ადის დავით მეხუთე. მალევე გარდაიცვლება დემეტრე მეორე ბერად აღიკვეცა და ბერად აღკვეცილი დემეტრე პირველი დაბრუნდება ერობაში და ისევ გააგრძელებს მეფობას 1155 წლიდან 1156 წლამდე. რატომ მოხდა ახლა ეს ჩვენ ვიცით რომ მონარქიული მმართველობა არის საქართველოში, ანუ უფროს ვაჟზე გადადის მემკვიდრეობით მეფობა, თუმცა დემეტრე პირველმა მიზნა დაისახა რომ მომდევნო მეფედ, ასე ვთქვათ, უფრო მიიჩნია კარგ მეფედ და ქვეყნის, ასე ვთქვათ, ძლიერ მმართველად მისი უმცროსი ვაჟი გიორგი მესამე. და თავის სიცოცხლეშივე თანამოსაყდრედ დაისვა. აი ამის გამო დაუპირისპირდა მამას დავით მეხუთე, ანუ უფროსი ვაჟი და ბერად აღიკვეცა დავით დემეტრე პირველი. დემეტრე პირველმა ბერად აღკვეცის დროს დაწერა შენ ხარ ვენახი, ანუ ეს გალობა, რომელიც ყველაზე ძლიერი საგალობელი არის და ეს უკავშირდება მის სახელს. ასევე დემეტრე პირველის მეფობის პერიოდში, ანუ მას საკმაოდ კარგი მემკვიდრეობა ხვდა წილად დავით აღმაშენებლის შვილი იყო, განსხვავებით დავით აღმაშენებლისა ჩვენ ვისწავლეთ განვლილი მასალებიდან, რომ დავით აღმაშენებელს ფაქტიურად დასავლეთ საქართველო დახვდა, ხოლო გააერთიანა და ისეთი მემკვიდრეობა დაუტოვა დემეტრე პირველს. დემეტრე პირველის მეფობის პერიოდში, ასე ვთქვათ, ფართო ასპარეზზე გამოდის სომხეთი და შარვანი. ანუ დემეტრე პირველის დროს თურქ-სელჩუკები, ანუ თურქული ისლამურ სახელმწიფო ცდილობდა სომხეთის, ასე ვთქვათ, დაბრუნებას, სომხეთის ტერიტორიაზე გაბატონებას და ამიტომ მისი მეფობის პერიოდში, ანუ დემეტრე პირველის მეფობის პერიოდში ეს უფრო თავდაცვითი პოლიტიკას ატარებდა დემეტრე პირველი, ვიდრე, ასე ვთქვათ, დაპყრობით ომებს, როგორც დავით აღმაშენებელმა. ამიტომ იძულებული ხდება დემეტრე პირველი, რომ სომხეთზე, ასე ვთქვათ, თანხმობა თქვას და დაუთმოს თურქ ისლამურ სახელმწიფოებს სომხეთზე ბატონობა. ასევე ვერც წარმატებული, ასე ვთქვათ, აღმოჩნდა განძის, ანუ დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორია, ბრძოლა, რის გამოც, ასე ვთქვათ, ამ დაპირისპირებაში იძულებული ხდება დემეტრე პირველი და დროებით, ასე ვთქვათ, ისევ დაიბრუნეს თავიანთი ძალაუფლება აზერბაიჯანის, ასე ვთქვათ, ტერიტორიაზე სელჩუკებმა. ანუ დავით აღმაშენებლის შემდეგ, ჩვენ ვიცით დავით აღმაშენებლის დროს შესუსტდა დიდ გვაროვნების, ასე ვთქვათ, ურჩობა, მაგრამ საშინაო პოლიტიკა დემეტრე პირველის დროს ნელ-ნელა, ასე ვთქვათ, მხრივაც წინ მოდის, ძლიერდება ეს დიდ გვაროვნები და შიდა დაპირისპირებებიც მიმდინარეობს. დემეტრე პირველის გარდაცვალების შემდეგ სამეფო ტახტზე ადის 1156 წლიდან 1184 წლამდე გიორგი მესამე.
გიორგი მესამეს მართლაც ასე ვთქვათ, კარგი ძლიერი მეფე იყო, განძის ათაბაგს დაიმორჩილებს და ასე ვთქვათ, აიღებს ანისს, შემოიერთებს ამ ტერიტორიას, სომხეთის ტერიტორიას და ისევ ასე ვთქვათ, აძლიერებს ძალაუფლებას. თუმცა გიორგი მესამეს დაუპირისპირდება დემნა უფლისწული, ანუ მისი ძმისშვილი, დავით მეხუთის ვაჟი, რომელსაც მართლაც ეკუთვნოდა მემკვიდრეობით მეფობა, თუმცა თანამოსაყდრეობის პრინციპით გიორგი მესამე გამებდა. ამიტომ დემნა უფლისწულს ეხმარებოდა გრიგოლ ორბელი, რომელიც იყო მისი სიმავრი. მეორენაირად დემნა უფლისწული ან ორბელთა აჯანყება. ეს ამ ორი ტერმინით მოიხსენიება ეს აჯანყება, რომელიც გიორგი მესამის წინააღმდეგ იყო, 1177 წელს დაიწყო, თუმცა ეს აჯანყება გიორგი მესამემ ჩაახშო. დემნა უფლისწული დასაჯა და ასაჭურისა, ორბელთა საგვარეულო ციხესიმაგრეები გადაწვა და საგვარეულო ამოწყვიტა. ანუ ასე სასტიკად გაუსწორდა მის ძმისშვილს და ასე ვთქვათ, ასე მოაწესრიგა საშინაო პოლიტიკა, ურჩია ასე ვთქვათ, დიდგვაროვნებიც ვინც მის წინააღმდეგ იყო განწყობილი და ამიტომ მალევე და გიორგი მესამემ გადაწყვიტა 1179 წელს, ანუ 2 წელიწადში აჯანყების შემდეგ, რომ თანამოსაყდრად დაესვა მისი ერთადერთი მემკვიდრე ქალიშვილი თამარი. 1179 წლიდან 1184 წლამდე ისინი ერთპიროვნულად, ანუ ორივე მართავდნენ ასე ვთქვათ სამეფოს, თუმცა 1184 წელს გარდაიცვალა გიორგი მესამე და ერთპიროვნულად მეფობა დაიწყო თამარმა. თამარმა გამეფებისთანავე ასე ვთქვათ, მის სახელს უკავშირდება ის, რომ დიდგვაროვნები ერევიან მის პირად ცხოვრებაში. 1184 წლიდან 1213 წლამდე მეფობდა. დიდგვაროვნები დააქორწინებენ პირველი ქორწინებაში, ასე ვთქვათ, რუსი გობოლოვსკის შვილზე, გიორგი რუსზე, მეორენაირად ლოცვაც ეძახდნენ, საკმაოდ ასე ვთქვათ, სუსტი პიროვნება აღმოჩნდა, რომელიც ვერ გამოდგება თამარის, ასე ვთქვათ, მეუღლედ და ამიტომ გაშორდება და მას დააქორწინებენ მეორე ქორწინებით უფლისწულზე, დავით სოსლანზე. მასთან კი საკმაოდ ასე ვთქვათ, კარგი პოლიტიკური ასე ვთქვათ ინფორმაციები ვიცით, რომ ორი ბრძოლა სწორედ მის სახელს უკავშირდება თამარის მეფობის დროს, რომელიც გამარჯვებით დასრულდა. ეს იყო შამქორის ბრძოლა 1195 წლის და ასევე ბასიანის ბრძოლა 1203 წლის. აი ეს ბრძოლები მიმდინარეობდა ძირითადად აზერბაიჯანის ხანთან, რომელიც გამარჯვებით დასრულდა, როგორც გითხარით, და ასევე რუქნადინთან, ანუ ბასიანის ბრძოლა რუქნადინთან, ანუ რუმის სულთანთან. და აი ეს ისლამური სახელმწიფოები უპირისპირდება, რომელიც თურქ-სელჩუკთა სასულთნოს ნანგრევებზე აღმოცენებული სასულთნოებია და წინააღმდეგობას უწევს თამარი და მისი მეუღლე დავით სოსლანი. მხედართ მთავრობით ხდებოდა ეს ბრძოლები, ასევე ზაქარია და ივანე მხარგრძელებიც მონაწილეობდნენ ამ ბრძოლაში და დასრულდა გამარჯვებით. ასევე თამარის სახელს უკავშირდება ახალი იმპერიის დაარსება ბიზანტიის აღმოსავლეთ ნაწილში. ტრაპიზონის იმპერია დაარსა 1204 წლებში, რომელსაც სათავეში ჩაუყენა ალექსი კომნენოსი და სწორედ აი ამიტომ, ანუ თამარის მეფობა ოქროს ხანად მიიჩნევა, იმიტომ რომ გააფართოვა ტერიტორია, საქართველოს ტერიტორია და ანუ ინარჩუნებს ძალაუფლებას და ის ასე ვთქვათ, კარგ მემკვიდრეობას უტოვებს თავის ვაჟს ლაშა, გიორგი ლაშა
გიორგის, ანუ გიორგი მეოთხეს. ლაშა გიორგის მეფობის პერიოდში საქართველოში გამოჩნდებიან მონღოლები და ასე ვთქვათ 1220 წელს პირველი გამოჩენა არის. თამარის სახელს კიდევ რაც შეეხება აქ არის რომ გიორგი მესამის მეფობის პერიოდში დაწყებული ვარძიის მშენებლობა მან დაასრულა, ასევე განათლებას აქცევდა ყურადღებას ადგილზე მიღებულ, ასე ვთქვათ, წარჩინებულ მოსწავლეებს აგზავნიდა ბიზანტიაში სასწავლებლად. თამარის მეფობის პერიოდს ასევე უკავშირდება რომ მოიჭრა ფულის ერთეული და იქმნება ასე ვთქვათ მისი ასე ვთქვათ ტიტულატურა როგორც თამარ მეფის პერიოდი, ანუ ოქროს ხანა.